მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე. ჩემმა უფლება დამცველებმა მე მგონი ყველაფერი კარგად ახსნეს, რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის მე ამ საქმეში. და მე ერთი რაღაც შემიძლია დავამატო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული პოლიტიკური დევნა, არა მარტო ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის განხორციელებული ჩვენზე. მაგრამ ერთი რამე მინდა უთხრა მე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ისინი თუ აპირებენ რაღაცნაირად გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება. გლები არათვინიერდებიან. ბატონო ბიძინა. გლების მოთვინიერება არის გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა მომართოთ მე სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება სადაც გნებავთ, იქიდან მიმართეთ. ბატონო ვეფხვია. არანაირი პრობლემა აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით არ გაქვს. ჩემთან, როდესაც სასამართლოს დომაზე ბრძანდებით, აღკვეთთან დაკავშირებით, კი ბატონო გისმენთ და მე უნდა მომართოთ. კი ბატონო მოსამართლე. ისე მიმართეთ. აღკვეთთან დაკავშირებით თუ რამე გაქვთ გისმენთ თუ არა და კარგად კი ბატონო, ერთი წადი. მომაწყვეტინებთ. რა თქმა უნდა. მომაწყვეტინებთ, იმიტომ რომ მე მომართეთ უშუალოდ. რა თქმა უნდა. მაქვს ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი. დღეს რაც აი ამ დარბაზში ხდება, ეს არა მარტო დანაშაულია, ბატონო რამდებლებო, არამედ ეს არის ბოროტება. რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემშვილებს სრულიად უკანონოდ წაართვით სიხარული. და აი ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. და დღეს ჩემი 8 წლის ბიჭი განიცდის ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს. რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლე. მე დღეს წინა სხდომას უყურე ანდრო ჭიჭინაძისა. მსახიობი კაცი, ჩემი კოლეგა, რომელიც საქმეებს მე არ ვიხილავ. შეიძლება რა? ანუ აღკვეთთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ რა. კი ბატონო გისმენთ, სხვა საქმეებს არ ვიხილავ. ჩემი დამოკიდებულება კი ბატონო შეგიძლიათ ისაუბროთ. ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ. თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ ვინა ვარ, აპიროვნება ვარ? როგორ არ მაინტერესებს? გაინტერესებთ. აღკვეთთან დაკავშირებით კი ბატონო. გაინტერესებთ, უნდა მომისმინოთ. საქმე მე არ მაინტერესებს. უნდა მომისმინოთ, რომ გაიგოთ მე რა პიროვნება ვარ. დიახ, გისმენთ იმ ფარგლებში, რაც საქმე მაძლევს. იურისტმა ხო საკმარისია ადამიანთა რამოდენიმე ხანი ისაუბროს, საკმარისია მისთვის რომ გამოიტანოს დადებითი ან უარყოფითი შეხედულება ადამიანზე, ხო? ხო და თუ შეიძლება მომისმინეთ რა, მე მგონი იმდენი დავიმსახურე ამ ქვეყანაში რა. დიახ. 20 წელი ვემსახურე ჩემს სამშობლოს და არაერთი ქართული საქმე მაქვს გაკეთებული. მომიცია იმის საშუალება, რომ თქვა არ მომეცა რაიმე განმარტების შესაძლებლობა, მე წაღანაც გითხარით და მიუხედავად იმისა, რომ რეპლიკებზე ვიყავით გადასული, რადგან მთხოვა თქვენმა ადვოკატმა, ამიტომ განმარტების საშუალებას გააძლევთ, მაგრამ უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით გეუბნებით, რომ ისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. სხვა საქმეები არ მაინტერესებს. ბატონო მოსამართლე. დიახ. ბატონო მოსამართლე. ძალიან გთხოვთ, რომ შეარჩიეთ, ხო? ბატონო მოსამართლე. თქვენ უნდა შეარჩიოთ ტონი. რა თქმა უნდა, მე ტონი არ მიწევია არანაირად. ბატონო მოსამართლე. მე მინდა გითხრათ, რომ წინას ხდომებზე, როდესაც გელიაშვილი განიხილავდა ხო ჩვენ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნები და მაინც დაგვტოვა პატიმრებაში. მე პატივისცემა დამშა იმ ადამიანის მიმართ და რატომ იცით? იმიტომ რომ მისმენდა. მთელი გულის ყურით მისმენდა, იმიტომ რომ აინტერესებდა მას როგორ პიროვნებასთან ჰქონდა საქმე. და თქვენთანაც მექნება ძალიან დიდი თხოვნა. მე პირველივე შეხვედრაზე თქვენ თუ გახსოვთ, ხო? ჯერ როგორც ქალბატონი უდიდეს პატივისცემას გამოვხატო ნებისმიერ ქალბატონის მიმართ. მე როგორც მოსამართლე და ვალდებული ვარ პატივიცეთ, ხო? ამიტომ გთხოვთ რა, მათქმეინეთ რა რამოდენიმე სიტუაცია. გათქმეინებთ აღკვეთთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის დიდი ტკივილია, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა ანდრო და მაგიტოვიძე უბრალოდ მსახიობებს უფრო ადვილად შეგვიძლია, რაც ჩვენ შეგვიძლია ხელოვან ადამიანებს ადამიანის წუხილი გულის ტკივილი დავინახოთ, ეს ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება არ შეეძლოს რა. აი რა შეიძლება დაუშაოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს
თუნდაც ომის ეცხადაძე ხალხო. მე ილაპარაკეთ ძალიან გთხოვთ. იგივეა, ერთ ჩვენ ერთად ვარ. მე ისაუბრეთ, მე არ ჯობია. ყველას გვეხება. კი ბატონო, ჩემზეც გადავალ, მაგრამ ხო შეიძლება შესავალი გავაკეთო რა. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს რო შეუვარდნენ სახში და ძალიან გთხოვთ. ნანუკას რო სახში შეუვარდნენ იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარება, ჩვენ შვილებს ეხმარება. ეს არ არის გათქმელი. დაკავშირებით ისაუბრეთ, უშუალოდ აფკვეთის გადასინჯოს ვიხილავ ახლა. მაშინ ესე ვიტყოდი მე. ბატონო ვაჟა და ბატონო ვახტანგ. თქვენი ყველა ქმედება. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული, ეს არის პროტება. და მე მინდა მიმართო საპატრიარქოს, ჩაერთოს ამ საქმეში, დაინტერესდეს. მე მინდა მიმართო ჩემს პატრიარქს, ჩემო პატრიარქო. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები დაეცრონ ჩვენ სასამართლოებს. რათა აღიკვეთოს ეს პროტება, რაც დღეს ხდება. ამ ახალგაზრდებს ართმევენ სიხარულს, ართმევენ მომავალს. რაც დანაშაული კი არა, მხოლოდ პროტება. დღეს საქართველო არის დაპყრობილი ხალხო. და მე მინდა რომ მივმართო საზოგადოებას, რომ ამაზე ხმა უნდა აიმაღლო. ბატონო, ეშია პრობლემა საზოგადოებაში. შენიშნოს, არ მინდა რომ თქვენს გარეშე გავაგრძელო პროცესები. ძალიან გთხოვთ, დაბრძანდით, ან აფკვეთთან დაკავშირებით განმარტებას ვისმენ. აქ ხართ სასამართლოში. ვიცი. ძალიან კარგი, რომ იცით, მაშინ აფკვეთთან დაკავშირებით გისმენთ. და ეს სასამართლო არ უნდა ვაქციოთ პროტების ბუდეთ. ქალბატონო მოსამართლე. გასაგებია. პროტების ბუდეთ არ უნდა ვაქციოთ ეს სასამართლო. მე ამაზე მაქვს საუბარი. ხო შეიძლებოდა თუნდაც აღდგომას. ესენი თუ ქრისტიანები არიან. გავეშვით, კი ბატონო, გამოცხადდებით, გირავდით თუნდაც სამაჯურით, ხო სად უნდა მივიმალოთ? ვის უნდა მივემალო? მე მქონდა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენე, იმიტომ რომ ეს იქნებოდა რას გავქცეოდი, როდესაც მართალი ვარ, რატო უნდა დავიმალო? ეს ხო მე არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია ყოვლად რა. იმის მაგივრად მე ველოდებოდი, როდის დამაკავებდნენ, როდესაც ვნახე ეს საზარელი კადრები, ვიცოდი რომ დამაკავებდნენ და მზად ვიყავი და ველოდებოდი რომ დამიძახებდნენ და მივსულიყავ. არც მაშინ არ დავმალულოა, საერთოდ ვერ მიცნო მე პოლიცია. მაგრამ მე უთხარი, მე ვარ მეთქი, კი ბატონო. ხოდა რა აუცილებლობა არსებობს, ბატონო ვახტანგ და ბატონო, აი წმინდა ადამიანურად გეუბნებით რა. რა აუცილებლობა არსებობს, რომ მე ვიყო საპატიმროში და არ ვიყო სახლში. დამიძახებთ გამოცხადდები, კეთილსინდისიერად, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. არ იქნებიან ჩემი შვილები გამწარებულები, არ იქნებიან ამ ახალგაზრდების მშობლები გამწარებულები. მოდი რა. ხო არის რაღაცა ადამიანურიც ხო არსებობს არა ხალხო რა. როგორი სახელმწიფო საჩვენება გვინდა, ამაზე მაქვს ხალხო საუბარი მე რა. ამაზე მაქვს საუბარი რა. ამისთვის არ დაიღუპნენ ჩემი ძმები 27 მეგობარი მყავს ომში დაყუყული და სიცოცხლე არ მინდა გეფიცებით რა. გადავიღალე. მე თქვი რაღაცა შეიცვლება ქვეყანაში და დავისვენებ მეთქი რა. მადლობა დაბრძანეთ, მეც არ გაგრძელებინებ თუ იგივე კარგით. ალბათ მომავალში მაინც მომცემ საშუალებას, რომ ჩემი გულის ნივილი გამოვხატო. საშუალებას ისიც მეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვიჩები. ისიც მეყოფა. და ამაზე აუცილებლად ყველანი აგებთ პასუხს, ბატონებო და არ მინდა, მართლა არ მინდა, გულწრფელად არ მინდა, რომ მე როგორც მე და ჩვენ აი ეს ვსივართ აქ საბრალდებო სკამზე თქვენ აღმოჩნდეთ. ნამდვილად არ მინდა ეს და თქვენი შვილები ისევე გამწარებულები იყვნენ, როგორც ჩვენი შვილები გაამწარეთ. მართლა არ მინდა, გულწრფელად არ მინდა, მე მეცოდებით, რომ თქვენ ახლა მსხვერპლი ამ ძალადობისა. თქვენც ისევე ფოთ მანქანად გიყენებთ. დაბრძანდით. გადავდივარ რეპლიკაზე.